წოვე განხილვების შემდეგ კოჰაბიტაცია უკვე შედგა კიდევ ერთ სადავო პროექტზე. უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს გაიზიარებს. საუბარია საერთო სასამართლოების შესახებ პროექტზე, რომელზეც ერთი კვირის წინ ვენეციის კომისია საკუთარი დასკვნა დადო. კოტე კუბლაშვილის თქმით, ევროპული კომისიის დასკვნა და პროექტი ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა, თუმცა მაინც მზად არის წულუკიანის უწყების მიერ შემუშავებული ვარიანტი მიიღოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტის დამტკიცებისთანავე იუსტიციის საბჭოში ჩატარდება არჩევნები, რომლებშიც საბჭოს მოქმედ წევრებთან ერთად სხვა მოსამართლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა მათ კუბლაშვილი აღარ წარადგენს. სიახლე იქნება ისიც, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები საბჭოს წევრები ვეღარ იქნებიან. სხვა შემთხვევაში მათ თავმჯდომარეთა პოსტები უნდა დატოვონ. ჩვენ აღარ გვინდა რომ ჩავერიოთ ეხა პარლამენტში გამართულ დისკუსიაში, რაც ამ კანონპროექტის გარშემო იქნება. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას და შემდეგს თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მთლიანად მოსამართლეთა კორპუსი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად იქნება, რომ ამ კანონიდან გამომდინარე ჩაატაროს არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ეხლანდელმა წევრებმა, ისე სხვა მოსამართლეებმა და საბოლოო ჯამში მივიღოთ საბჭო, რომლებიც ახალი წესის მიხედვით იქნებიან არჩეული. დრო ჭირდება ამ დარწმუნების და პოზიციის შეცვლას, მაგრამ ჩვენ მუშაობთ არა ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით, არამედ დარწმუნების და პოზიციის შეცვლის პოლიტიკით. მე მივესალმები თუ კუბლაშვილები და ბევრი სხვა შემცდარი წარსულის მატარებელი ადამიანები დადგებიან სწორ პოზიციაზე და დაეთანხმებიან იმ ცვლილებებს, რაც თავისი არსიც სასურველია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.